კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს ეთერში ინტერაქტივის დროა თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ გადაცემაში ჩაერთოთ და უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას და ბუნებრივია ჩვენ მოვისმენთ თქვენ შეფასებებს ჩვენს მიერ დასმული კითხვა ასე ჟღერს როგორ აფასებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი კი გახლავთ 2-388-105 რა ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებში როგორია თქვენი შეფასებები და ზოგადად განვიხილოთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში რა შეფასებებს გააკეთებთ ეს იქნება ჩვენი მხრიდან ინტერესის საგანი და მოვუსმენთ დავაკვირდებით გავაანალიზოთ ერთად ის პროცესები რომელიც აქტიურად განიხილება ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ 2-388-105 და თქვენ შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ახლა კადრებში ვხედავთ და ბუნებრივია მე ამ თემით დავიწყებ საუბარს 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია რომელიც ჩვენს ქვეყანაში აბუ-დაბიდან არაბული ქვეყნებიდან შემოვა რომლის შესახებაც ჩვენ გავიგეთ რამდენიმე დღის წინ თავად ირაკლი კობახიძის მხრიდან და ასევე მასთან ერთად იმყოფებოდა კახა კალაძე თბილისის მერი და ჩვენ შევიტყვეთ რომ ძალიან სერიოზული ინვესტიცია მოემართება ჩვენი ქვეყნისთვის რომელიც შემდეგ 5 წლის განმავლობაში მოუტანს ჩვენს ქვეყანას სიკეთეს რეალურად რა არის ეს ყველაფერი როგორ უნდა გავიგოთ არის თუ არა ამის უკან რაიმე ქვეტექსტი და მნიშვნელობა თქვენ როგორ გაიგეთ და ამ თემაზე ვისაუბრებთ მოკლედ პირველი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი უკვე ხაზზე გვყავს მოგესალმებით გისმენთ ღია ეთერში ხართ გამარჯობა გენაცვალე გამარჯობა ალო ისაუბრეთ ქალბატონო მესმის თქვენი ხმა რამდენი ხანია მინდოდა რომ თქვენს ეთერში მოხვედრილიყავი ჩემო გოგო და მე თქვა ჩემი სათქმელი აი ახლა რაც ხდება ჩვენს გარშემო როგორც არის ახლა მე ძალიან გული მწივა ყველაფერს თვალს ვადევნებ 73 წლის ქალი ვარ და სახში ვარ და ყველაფერს უსმენ ალო გისმენთ ქალბატონო ისაუბრეთ უბრალოდ ჩუმად ვარ რომ მოგისმინოთ კარგად არა ხო და ტელევიზიითაც ვერ ვისმენ ხოლმე ხარ რომ ვისმენი არის ხმოვანდება და რამ ტყივა და რამ რითი მინდა რომ მე ორი სიტყვა გამოვთქვა რამდენი რაღაც სისეთები ხდება რომ ამ ივანიშვილზე არის აქცენტი გადატანილი სანქციები ესე იგი ეს ამ კაცმა ცეცხლად ამოადინეს თუ რამე ფული იშოვა ხო ალო ისაუბრეთ მესმის გიკონკრეტებთ მესამედ უკვე მესმის თქვენი ხმა ისაუბრეთ თუ შეიძლება ტელევიზორი გათიშეთ და ისე მესაუბრეთ ტელეფონით აჰა სულ ჩამუწიე სულ ჩაწეულია ხმა გაითიშა სამწუხაროდ ზარი მოკლედ ძალიან გთხოვთ რამენაირად შეეცადეთ რომ ტელევიზორი გათიშოთ და მესაუბროთ ტელეფონის მეშვეობით ეს არის ძალიან მარტივი და გადაცემა უკეთესი იქნება დამერწმუნეთ ტელეფონით მესაუბრეთ ნუ დაელოდებით ტელევიზორში როდის გაიგებთ ჩემს ხმას როგორ აფასებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას და მორიგ მაყურებელს ვუსმენთ მოგესალმებით ალო გამარჯობა ისაუბრეთ გამარჯობა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მე მხოლოდ მაინტერესებს ნინო რატიშვილის გადაცემა სად გაქრა და რა იქნებ დრო შეიცვალა და გითხარით ან სად ბრძანდება ქალბატონი კი ბატონო გიპასუხებთ შეუძლოდ არის უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ უძღვება ბოლო დროს გადაცემებს თუმცა ძალიან მალე განაახლებს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იქნება სამომავლოდ ასე რომ ამ ნაწილში ამოვწურეთ მგონი პასუხი გაგეცით და თუ შეიძლება მორიგ მაყურებელს რომ მოვუსმინოთ და ჩვენს კითხვაზე რომ უპასუხოთ მოგესალმებით. გამარჯობა ღია ეთერში ხართ. გამარჯობა ისაუბრეთ. გაითიშა სამწუხაროდ ზარი როგორ აფასებთ საგარეო და საშინაო პოლიტიკას ქართული ოცნების ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა ჩვენ ვისაუბრეთ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე რომელიც აბუ-დაბიში მოვისმინეთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რომ ჩვენი ქვეყნის მისამართით მოემართება და რა შეიძლება იყოს ამის უკან ჩვენ ბუნებრივია ამ კითხვას იმიტომ ვსვამთ რომ წლებია ვსაუბრობთ რომ მაგალითად ჩვენს ქვეყანაში ქართული მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს ამისთვის ბევრი გვიბრძოლია ჩვენ სტუმრებს ჩვენს ასე ვთქვათ ადამიანებს რომლებიც აქ მოდიოდნენ პირდაპირ ეთერში და საუბრობდნენ ამ თემაზე გამუდმებით და აქედან გამომდინარე ბუნებრივია გვაინტერესებს რა ხდება ამ ინვესტიციის უკან და რა სიკეთეს მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს თუმცა ვხვდებით რომ ეს ძალიან დიდ ტერიტორიაზე იქნება ეს ყველაფერი განთავსებული იმიტომ რომ ინვესტიციის თანხა არის საკმაოდ დიდი და რა პროცესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული ამ
ყველაფერზე მოვისმენთ თქვენგან პასუხს. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დიახ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა ჩემოშვილო. მე ახლა ასეთ ინვესტიციებზე ნამდვილად არ მაქვს წვდომა და დაკვირვება რამდენად წაადგება ჩვენ ქვეყანას, მაგრამ მე ის ვიცი, რომ თითოეული გოჯი მიწა ჩვენი არის დასაფასებელი და არავისთვის არ არის გასამეტებელი, რანაირი ინვესტიციაც მინდა შემოვიდეს. ერთია ის, რომ ჩემოშვილო, ჩემო გოგო, ჩემო კარგო ახალგაზრდებო, მე 73 წლისა ვარ. შეიძლება დღეს ვარ, ხვალ არა ვარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ მშვიდობისთვის მოგვივლინა ხალხმა და მე ბიძინას როგორ მივაწვდირო ხმა მე 21 წლიდან ცალუღელა ქალი ვარ ბევრი თავრობები გამოვიცვალე შვილო ცალუღელა ქალი ვარ ბიჭი და ვაშკატე ვასწავლე ყველა ბიძინას ვეტყოდი რომ შენ თუ გიყვარს შენი სამშობლო ბაობაბების ყიდვა კი არა წარმოებები აშენე და ეს ქალები დაგვიბრუნე ჩვენ ქვეყანაში რომ კაცები უცოლოებად არ დარბოდნენ შენ შემოგევლე ბიძინა როგორ მოგაწვდირო ხმა ამას მითხო მეც არაფერი. მადლობა ზარისთვის, როგორ აფასებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რა შეფასებებიც გვესმის, რაც ბოლო დროს ვითარდება, მაგალითად ის რომ წლებია უკვე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული მიწები არ გაიყიდოს უცხოელებზე და ასევე გვესმის, რომ ძალიან სერიოზული ინვესტიცია მზადდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დასახლებებს გააჩენს, რომელიც ოჯახებს გააჩენს, მაგალითად შერეულს და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს ყველაფერი არ მოხდება ისე, რომ მარტო ქართველებისთვის იყოს ეს იქნება ისევ იმ ადამიანებისთვის, რომელი ქვეყნიდანაც მოემართება ინვესტიცია, მათთვის უფრო მეტად ხელშეწყობა იქნება, ხელსაყრელი იქნება და ეს რესურსები, რომელიც აქ არის, ბუნებრივია, გავა ის მწირი რესურსები, რომელიც გვაქვს, გავა ამ ქვეყნების მისამართით, ის შემოსავალი, რომელიც ჩაიდება ასევე გაორმაგებული თანხით უკან გავა და აი ამ ტიპის ინვესტიციებზე საერთოდ რას ფიქრობთ, იმიტომ რომ ინვესტიცია, კარგი ინვესტიცია არის ის, რომელსაც შემოაქვს განათლება, რომელსაც სამუშაო ადგილები შემოაქვს და ასე შემდეგ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თემაზე. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმები ლიზიკო. თქვენ კაი გადაცემა მიყავს. აი ესეთი დურაყული და შეცდომა, როგორ შეიძლება რომ არაბებს 6 მილიარდი ინვესტიციო ეგენი აშენებენ ვარესებს. იგივე ფასადებენ რომ იმ ფასით თვითონ მეიყიდიან და ჩვენ ხალხ სასახლებიან აღმართელი არაბები. აი ეს ყობა დაუშვებელია. ფილო შეხელა ფილიპი ემიყვარს ლიზიკო ალგეწინოს ფილოლოგის ხარი. კი ბატონო, არ არის პრობლემა. მე ვერი ვარ, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ქართული მიწების შედანიალება აი გაიყოლა დაუშვებელი თელავის რაიონში. ხომის რაი? კი ბატონო. ჯუღანია სოფელი იქა 40 ჰექტარი არაბებმა მიიყიდეს ქართველმა მიიყიდა ხოდა ეს დაიწყო შენობების აშენება არაბები უნდა ჩაასახლონ მანდა თელავის რაიონში ნახევარის გვერდზე არის სოფელი აი სამაგანი შეამოწმეთ რათა თოთხმეტ მიზანი დაარტყა ობები და შახლარალი არაკარებს აი ეგეთი რამე ესეთი დურაყულის შეცდომები მოდის თქვენთან შეძის მიჟური შეცდომები როგორ შეიძლება რომ საქართველოს დაღუპვას ქართლები მაისპობა გამრავლდებიან არაბები და ვიღაცა და ვიგანელები მე მინდა რომ აი თელავის ნახეთ შეამოწმეთ თვითმფრინავია არაბებმა აი შენს ვინ მისცა ის ნაკვეთი ვინ მიყიდა ქართველმა ვიაცა ფაშისტმა მიყიდა მილიონი ფული აიღო აი ეგრეა დიდი ბოდიში მაგათი ურმესი მადლობა ბატონო მოვისმინეთ თქვენი შეფასება ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს რომ დაგვიკავშირდეს ამიტომ სწრაფად გადავალ შემდეგ მაყურებელზე მოგესალმებით ღია ეთერში ხართ და როგორ უპასუხებთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას გისმენთ არო გამარჯობა ძალიან დიდი მადლობა ტელევიზორს ჩაუწიეთ ქალბატონო ხმა პირველ რიგში მესმის თქვენი ტელევიზორის ხმა ხო აი გავედე რა უნდა გითხრათ ახლა ესენი რომლის საგარეო და რომლის საშინაო პოლიტიკის მომგვარებლები არიან გინდათ ბატონი ივანეზე გინდათ მისი გუნდი რისი მომგვარებლები არიან 12 წელია კაცმა დაიწყო ხეების გადარგვით ეს აპოლიტიკოსობა მე 12 წელი მისი ჯიბების გასხელებას უნდებიან
რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში უკეთებია ესე მთავრობა სადმე, რომელიმე ქვეყანაში. რას მოესწროს ქართული ხალხი? აი თუნდაც მეორე კლასის ბავშვს კითხო და 10 წელს. იქ იპასუხებ ამას შენ დასრულდა ვერ უწესო 12 წელი კაცს უნდა მისი ჯიბების გასწავლებას და ეშოკობას და აქტივისტობას და მატყუარობას. არ დავიხალეთ კაცო. არ დავიხალეთ და ერთად მოსვასუნდებიან შენ კაი ხარ და ამას გვაყურებენ ხალხ გალენჩნა ხალხი უკვე. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, მე მესმის თქვენი აღელვების მართლაც გეთანხმებით 12 წელი არ არის ცოტა დრო და ჩვენ საზოგადოებას უნდა უფრო მეტი მუშაობა, უფრო მეტი სარგებელი ნახოს საკუთარ ოჯახზე, საკუთარ მაგალითზე. მადლობა ზარისთვის, მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორ აფასებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას. მოგესალმებით. ალო. გამარჯობა, გისმენთ ქალბატონო. მშვიდობის რეზე. ძალიან კარგია 6 მილიარდის შემოტანა, ეს ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ბოლომდე უნდა გააშუქონ, ეხლა კი კარგია ეს კრწანისის განაშენიანება, გონიოსი, მაგრამ როგორ, რანაირად, რატომ, ხო უნდა აუხსნა ხალხს, კი მართალია დასაქმდება ძალიან ბევრი ხალხი, ნამდვილად მისასალმებელია რა მის 50,000-ზე ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლომდე არ იძახიან. ესე იგი, იყო გამონათქვამი მოვიზიარებთ ესე იგი ტურისტებს, ესე იგი, მაგრამ როგორ ჩვენი ქვეყანა მარტო ტურიზმში უნდა გაცვალონ? კი ბატონო, იქ აშენდება სასტუმრო კომპლექსები, საცხოვრებელი. უნდა გაგვაგებინონ ხალხს. რამდენი წლით გადასცეს, ეს ყველაფერი ხო უნდა გავიგოთ არა. არ ლაპარაკობენ ბოლომდე და ეს არ არის სასიამოვნო ნამდვილად. გასაგებია. მადლობა თქვენ ზარისთვის. კი ბატონო, ბევრი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით რომ გონიოში აშენდება ვთქვათ კომპლექსები, სასტუმროების, ასევე გასართობი კომპლექსები, ტურისტული ზონები მოეწყობა და ასე შემდეგ. აი, რა შემდეგი პროცესები შეიძლება ამას ახლდეს, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი, თუმცა გვეუბნებიან რომ ეს არის ძალიან კარგი და პარალელურად ჩვენ მუდმივად გვესმის იმაზე რომ ქართული მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, რომ თითოეული გოჯი მიწა უნდა იყოს დაცული და მოფრთხილებული, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი, ასე ვთქვათ და ეს არის პატრიოტული სულისკვეთება. თუმცა აი ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ პარალელურად არაბულ სახელმწიფოზე გაიცემა ჩვენი ქვეყნის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, მიწების და ფართების ტერიტორია და სერიოზული ინვესტიცია შემოდის და აი ამ ურთიერთ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში მოვდივართ და სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვიცით. ვიცით ის რომ რაც ბძანა ჩვენმა მაყურებელმაც და ვთქვათ ბევრმა ჰექტრობით მიწები იყიდება უცხოელებზე ჩვენს ქვეყანაში, რომ არსებობს უკვე არაბული დასახლებები, მაგალითად კასპში არაბული სოფლები არსებობს, მაგალითად თელავში, რომელიც ჩვენმა მაყურებელმაც ახსენა რომ 40 ჰექტარი არაბებზე გაიყიდაო და ასე შემდეგ ბევრი აი ასეთი ფაქტის შესახებ გვისაუბრია ჩვენ პირდაპირ ეთერში არაერთხელ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, მე დადებით და ძალიან ვაფასე, ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ინვესტორი არ გვინდა, აბარა გვინდა ჩვენ, მაშინ ჩვენ ვიყიდოთ ეგ მიწები, ჩვენ ავაშენოთ. აბა როგორ უნდა იყოს? არ მოგწონს, რატომ არ მოგწონს? კი ბატონო, მე ჩემი აზრი არ მithქვამს, მე ზოგადად ვსვავ კითხვებს. ძალიან კარგი თუ მოგწონთ, ესეც თქვენი პოზიცია, ესეც თქვენი შეფასება, უბრალოდ ჩვენს მაყურებლებსაც აქვთ უფლება რომ არ მოსწონდეთ, მაშინ როდესაც ჩვენ ქართველები ძალიან მალე შეიძლება ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაში ვიყოთ, რომელიც შეიძლება იყოს ასევე იმასთან დაკავშირებული, რომ აქ ძალიან სერიოზული დასახლებები გაჩნდეს არაბული, თურქული დასახლებები ისედაც არსებობს და ასე შემდეგ. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, მაგალითად 2050 წლისთვის, როდესაც ისედაც გაცხადებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქართველები უმცირესობაში ვიქნებით, ეს ხომ არ მოგვიტანს მაგალითად, ვთქვათ, კატასტროფულ სურათს დემოგრაფიულად და ასე შემდეგ. აქ ძალიან ბევრი რისკია გასაცნობიერებელი და ამიტომ ჩავდივართ სიღრმეებში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, გისმენთ, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით, ლიზი, მოგესალმებით. გამარჯობა. გუშინდელის მე ძალიან განერვიულებული ვარ, მე ილია ჩაჩიბაიასთანაც ჩავერთე.
ჩავერთე და უთხარი რომ არიციან საქართველოს ისტორია ჩვენო მთავრობამ რა ებედება საქართველოს ასეთი ურწინო მთავრობა ამბობ დავით აღმაშენებელმა ძლივს მოიშორა არაბები და ესენი ხელახლა ერეკებიან აქეთ არაბები შემოვლენ მეჩეთების მოითხოვენ არაბულ სკოლებს მოითხოვენ ჩვენ ბეტონის შენობები და ლას-ვეგასი კი არ გვინდა ჩვენ გვინდა დასაქმების ობიექტები და დაწესებულებები რომ ხალხი დასაქმდეს ეს რა უბედურ დღესია ჩვენ ქვეყანა ვაიჩნე მადლობა ზარისთვის. მე მესმის სრულებით თქვენი, მით უმეტეს ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ევროპულ ქვეყნებს და ევროპიდან წამოსულ აი ამ დამოკიდებულებას, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თქვენ უფრო მეტად დემოკრატიულები უნდა გახდეთ, რომ თქვენ უნდა მიაქციოთ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს, სამუშაო პირობებს და ასე შემდეგ ყურადღება არ ვაცნობიერებთ, არ ვიღებთ ყურად, ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების მხრიდან ასეა, რომ მათ არ აინტერესებთ ის კრიტიკა, რომელიც მოდის და გვეუბნებიან რომ არაფერი არ მოხდება თუ ევროპულ ქვეყნებში არ წავალთ, აგერ ბატონო, წავალთ თქვათ არაბულ ქვეყნებში და იქიდან ჩამოვიტანთ ინვესტიციებს. აი ამ პროცესთან გვაქვს თუ არა ახლა რეალურად კავშირი, ესეც ძალიან საინტერესო კითხვა, რომელსაც აქვს უფლება გაჟღერდეს. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან მოკლედ მინდა რომ გიპასუხო რომ ხმაც გამოთქვა სურვილი. აი ახლა ჩვენ მე პირადად ახლა ვარ 71 წლის. მოესწარი ზვიადის, შევარდნაძის აი ეპოქას და აი ახლა რაშია საქმე იცით? თუ უნდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს, სასწრაფოდ უნდა ალო. გისმენთ ბატონო, ისაუბრეთ. სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ ჩვენ ყავს უნიკალური, აი ეკონომისტები, იურისტები, ჯანდაცვის სფეროდან, სოფლის მეურნეობის სფეროდან, რამოდენიმე პიროვნება თქვა დაუშვათ 200 ვინც გამოთქვა სურვილი. დააგდონ, გაწერონ პროგრამა უნდა დაწერონ, ოღონ ეს ხალხი უნდა იყოს, არა მათყუარა ხალხი კი უნდა იყოს, დღესაც იქნება ხალხი კომპეტენტური ხალხი უნდა იყოს და არც ქვებისროლა იქნება საჭირო, არც მიწების წარმოება იქნება საჭირო. სასწრაფოდ გამოსასწორებელი ჯანდაცვა, განათლების აი ახლა აი უბრალოდ ყველა მიყვარს, მე ყველა ახალგაზრდა მიყვარს, არავის შეურაცხყოფას არ მივაკეთებ. გაივლი ქუჩაში ვერ გაიგებ გოგოა თუ ბიჭია. ბაღში მიყავს მასწავლებელი ვექცევა, გოგო მიიყვანა თუ ბიჭი მიიყვანა. როგორ შეიძლება სკოლის მოსწავლეს ფორმა არ ეცვას? თუ კი ექიმი შეიძლება თეთრი ხალათი ეცვას, თუ კი პოლიციელი შეიძლება ფორმა ეცვას, თუ კი საწყევოს და რავის, თუ კი სატრანსპორტო და ასე შემდეგ. აი კომპეტენტური როგორ იქნება ჯანდაცვაში საქმე, ტრანსპორტის საქმე, პროკურატურაში საქმე, გამოძიებაში საქმე. აი ეს კომპეტენტური ხალხი რომელიც ჩვენ გვყავს. რატომღაც ყველას ეზარება. აი ახლა ერთ რამეს დააკვირდი. ცოტა გადაუხდეთ, მაგრამ ესეც ამ თემას ეხება. ჩაის აღარ ადუღებს ხალხი გაიხედეთ ქუჩაში მიტანის სერვისებზე ვინ მუშაობს ჩამოსული ინდოელებიდან იმცხელებიდან ტაჯიკეთიდან თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან რავი საიდან აღარ არის შეხედეთ სატრანსპორტო კომპანიას რაც გავს ავტობუსებს გორიგის მაპატიეთ ამ სიტყვის გავს ორი პამპერსი უკეთია კაცი ვეღარ იხედება წყლებიდან ხელფასი არის 2 ნახევარი როგორ შეიძლება 3 აი მეტროში შეხედე ახალგაზრდა არ ინტერესება აქეთ ყველას უნდა საზოგადოებას იქ პრიზი ვერაფერს ვერ აკეთებს როგორ შეიძლება ამდენი საერთაშორისო გაბინდილივად მოქალაქე რომელიც ნამუშიანად იმუშავებს ჩეხოსლოვაკია იქნება უნგრეთი იქნება თუ პოლონეთი იქნება თუ ბრიტანეთი იქნება სად იქნება ხალბატონი ჩავიდეს ხის მონას გაგდეს და თავისი შვილთან ვერ ჩამოვიდეს გასაგები მადლობა ზარისთვის მთელი კომპლექტი ჩამოთვალეთ პრობლემების და მოვისმინეთ თქვენ სადისკუსიო მაგით დაახსენეთ და ამაზე მინდა გითხრათ აუცილებლად ეს პატრიოტ ალიანსის მასე ვთქვათ თავმჯდომარის ბატონ დავით არხარმოურავის იდეა იყო რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მის გადაცემაში სადაც ის საუბრობდა ამაზე რომ სადისკუსიო მაგიდა უნდა შეიქმნას სადაც უსწრაფესად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული სადაც დასხდებიან და იმსჯელებენ ადამიანები პროფესიონალი დარგის ექსპერტი ადამიანები და ასე ვთქვათ ის კომპეტენტური ადამიანები რომელსაც ეხებათ ვთქვათ ეთქმით ძალიან ბევრი და იციან ჩვენი ქვეყნისთვის რა იქნება უკეთესი და როგორ უნდა განვითარდეს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. მან გააჟღერა, რომ აი ესეთი სადისკუსიო მაგიდა უნდა შეიქმნას, რომლის ირგვლივაც გაერთიანდებიან ასეთი ადამიანები, რომელსაც ქვეყანა უყვართ, რომლებიც პატრიოტები არიან და რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ აი ასე გაჩერებით და დაპაუზებით ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა და რაიმე უნდა გააკეთონ და ქართული ოცნებაც ბუნებრივია, აი ამით უნდა დაინტერესდეს და აი ასეთი სადისკუსიო მაგიდა უნდა შეიქმნას, სადაც ქვეყნის გადარჩენაზე
საკითხებზე, განვითარებაზე იქნება ასე ვთქვათ დიალოგი წამოჭრილი და ეს საკითხები განხილულ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და პირველ ეტაპზე რა შეიძლება გაკეთდეს რომ აი ამ უმწვავესი კრიზისიდან გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა. მადლობა ზარისთვის, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და საგარეო და საშინაო პოლიტიკას ქართული ოცნებისას როგორ აფასებთ? მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. და უარყოფითად ვაფასებ. არაფერში არც ერთი მათი პოლიტიკა არ არის კულტარმისატანი და საერთოდ დადებითად შესაფასებელი. იმ დღეს გავგიზდი კინახამ გიორგი ფოფხაძემ რო განაცხადა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღებას არავინ არ აძლევდა ქვეყანას რომ პირიქით ითხოვდნენ შრომის კოდექსს რომელსაც მოარგებდნენ შრომელ ხალხს სასამართლო რეფორმას რომ განდევნიდნენ იქიდან უღის მოსამართლეებს ამას ითხოვდა ევროპა თორე ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღებას არაფრით არ ითხოვდნენ ისინიო აი ესეთი მოღალატე მთავრობა ყავს ხალხო როგორ შეიძლება მათი ნდობა ნამახვან ჰესის კაბალურ ხელშეკრულებაზე სანამ სრულიად შემთხვევით და საიდუმლო მასალებით არ გავიგეთ რომ ეს როგორი მავნე ხელშეკრულება იყო და ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულება იყო მანამდე არავინ არაფერი არ გაგვიმხილა ანალოგიურად მე ვფიქრობ რომ ესეც ახსი არის ეხლა არავინ არ გვეუბნება ჩვენ მთლიანად რა ხდება რა ხელშეკრულება დადეს ამ არაბებთან ან რისთვის შემოყავთ ეს ხალხი ვინ არის საქართველოში ბინის მყიდველი დღეს ვის აქვს იმდენი ფული რომ ბინები იყიდონ გონიოში კი არა მას სოფელში ხოხს ვეღარ ყიდულობს ქართველი კაცი ისი არის მშიერ მწყურვალე ვისთვის ჩამოყავთ ეს ხალხი ვის უნდა ეს 6 მილიარდი თანაც ამ 6 მილიარდიდან ქვეყანას რამდენი მოხმარდება იცით 3 მილიარდიც არ მოხმარდება ატკატებში წავა აქეთ აქაც უნდა თამათ მოგება აიღონ იქიდან და რა მოხმარდება ქვეყანას არაფერი დაღუპის მეტი არაფერი არ არის უნდა წავიდეს აუცილებლად უნდა წავიდეს ეს მთავრობა და უნდა მიყვეს მათ ნაცებიც აუცილებლად როგორ შეიძლება მთავრობა თავის უმაღლეს ხელისუფლებაში მყოფის ნაციონალებიდან ირჩევდნენ მოყავდნენ იქიდან ხალხი როცა ასეთი ჭკვიანი პატრიოტი ხალხი ყავს როგორ შეიძლება ის ისე ნაცებიდან ვეძებოთ ჩვენ ისინი მთავრობაში ხალხი როგორ შეიძლება ასეთი რამე ესენი არიან მოღალატეები ივანიშვილო გაახილეთ ვალი მე ოცნებას კარგახანია რომ ვეუბნები რომ გაიშიფრება ეგ თქვენი ივანიშვილი და მე რას მოგილიც ნახავს თქო და ზუსტად ეს პერიოდი დადგა კარგად ზანდებოდეთ. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ ღია ეთერში ამ დისკუსიაში. როგორ აფასებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს და იმ პროცესებს რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა გისმენთ ბატონო ყველა მახლა ვინც გამოვიდა ბევრი მართლა ეროვნული ხალხია ბევრი ვინც გამოვიდა ძალიან ბევრი ეროვნულია ეს რა მიგიხარ რა ეს ინვესტიცია შემოვიდა 6 მილიარდი ის შემოვიდა ვერ გევიგე გასაშენებენ გასაგებია რა ხალხია ვერ გევიგე შევადაზე იყო საერთოდ არაკა საგაშვილი იყო და გასახსიებული ადამიანი იყო და თუ ესე გაგზელე ამ თავრობას ვასე გააგზელე ახლა რო გზელება საერთოდ ქართველები აღარ იქნება 2050 წელს ხო ქართველები იქნება საერთოდ საზებარი იქნება 30 მილიონი იქნება საერთოდ მაგრამ ქართველების გარეშე საქართველოს ეს იქნება და ამ თავრობა თუ ხალხმა არ გამეიყვიზა კი ბატონო. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. ნამდვილად სამწუხაროდ შეიძლება ძალიან მალე უმცირესობაში აღმოჩნდეს ჩვენი ერი. ამ ყველაფრის თვის ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ამ ეთერიდან, ჩვენი ტელევიზიებიდან რომ ქართველების ასე ვთქვათ, ქართული მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, ან უნდა გაკონტროლდეს რა პირობებით, რა საერთოდ იჯარით იქნება ეს აღებული და რამდენწლიანი იჯარით და ასე შემდეგ. უნდა ვიცოდეთ მეტი გამჭირვალობა უნდა არსებობდეს ასეთ დროს და მეტად უნდა ჩავიხედოთ აი ამ ყველაფრის უკან რა შეიძლება აი ამ იმზიდველი ინვესტიციების უკან იყოს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ.
ტელევიზორს ჩაუწიეთ, ხმა პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ. ალო, ჩემთან გაქვთ საუბარი, ქალბატონო? კი ბატონო, ტელევიზორს ჩაუწიეთ, თუ შეიძლება სრულებით და ვისაუბროთ, გისმენთ. რა თქმა უნდა, თქვენ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. ისე ძალიან კარგია. ალო, გისმით ჩემი ხმა? კი ბატონო, მესმის და ისაუბროთ. ძალიან კარგია ამ ხელა ინვესტიციას რო ჩადებს, რა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩადებს, მაგრამ რა შეთანხმებები დევს ამის იქით? რაზე უთანხმდებით? ეხლა ისე სულელები ხო არავინ არ არიანო, თვითონ ჩაგიდოს და არაფერი არ დარჩეს სანაცვლო. რა შეთანხმებებია, რას გვეუბნება? ესენი კარგად გაგვაგებინონ თუ შეიძლება რა. და ქალბატონო, მე რა მინდა ისი გითხრათ, აი როცა მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარია, ინტერვიუებია, ჩაწერა, ბრიფინგია, თქვენი ჟურნალისტები რატო არ იღებენ მონაწილეობას, რომ აი ასეთი კითხვები დაუსვან? კი ბატონო, მადლობა ზარისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. სამწუხაროდ არ გვყავს ჩვენ ახლა კორესპონდენტი ჟურნალისტები და ხშირ შემთხვევაში მაგალითად როდესაც მოგვინდომებია მისვლა და კითხვის დასმა, იქ ყოფილა რომ არ მოუციათ უფლებაც კი რომ დავსწრებოდით და კითხვა დაგვესვა, ასეთი რეალობაც ყოფილა და მოკლედ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი მოგვარდება. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორ ყურებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ალო? გისმენთ ქალბატონო. რა, როგორ ვაფასებ, ესენი არიან იუდას შობილები, სუყველა, ნაცი, კოცი. ივანიში მე ვეძახი, უწოდე ბავშვობას გვასწავლით, ხო, ბევრს თუ გააჭირებდო, ურია მოვა წაქსვან. ლაიმაში გუდაში წაიყვა და აესტა ივანიშვილი. ეს გუდიანი ეს ურია. ყველაფერი ზღება, ყველა ისე ამას ჟიში და ზიდა შეჩრება. აი ეს აჩება ასოხი. დასაგებია, მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელს, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. ალო? გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. უკაცრავად ერთი გამიმეორეთ, რა თუ შეიძლება რა შეკითხვა არის. ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს როგორ უყურებთ, როგორ აფასებთ? Ну, იცით რა არის, იმ წნეხებიდან გამომდინარე, იმ სირთულეებიდან გაიმსირთულების გადასახედიდან, თუ შინაური ეს უსაქმური არაფერს მაქნისი ესე რა ქვია ოპოზიციის ფონზე და ასე შემდეგ უყურეთ რა ხდება პატარა რაღაცა საწყდებით ნებისმიერი ადამიანი თქვენ იქნებით სხვა იქნებით ინსტიტუტში უკვე ბრაზებიან უკვე ღიზიანდებიან და სიტუაციიდან გამომდინარე შეხედან სიტუაციას რა სიტუაცია გაქვს სამშობლოში როგორ არიან როგორ ასრულებენ ამას ყველაფერს ძალიან თუ სიტუაციაში ვართ იქიდან რომ გამოვძვედით ჩვენ რომ აქ ომი და ფრონტი არ დაიწყო ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდებოდა რაშიც არაფრის უფლება არ ჰქონდა და მოკლედ საშინელ დღეში ვიყავით გამომდინარე ყველაფრიდან მე ამას ვითვალისწინებ და დადებითად ვაფასებ გარე თუ საგარეო თუ საშინაო და კიდე თქვენ ქალბატონო არის თქვენი სახელი რა არის ლიზა ხო თქვენ უნდა გითხრათ მწარე სიმართლე თქვენ ხართ ძალიან უზრდელი ადამიანი ისე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ უბრაზდები იმუნიტეტი მაქვს ქალბატონო ამიტომ არ არის პრობლემა ეს თქვენი პირადი დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ და ვინც მიცნობს ამაში არ დაგეთანხმებათ ამიტომ დაგემშვიდობებით მადლობა ზარისთვის გადაცემის ნაწილში შეფასებისთვის მე სრულებით მოვისმინე თქვენი შეფასება მიუხედავად იმისა რომ თქვენი ჩანაფიქრი სულ სხვა ყოფილა და ჩემი შეურაცხყოფა იყო თუმცა არაუშავს მე არც კვირდება არც მეწყინება თქვენგან მოვისმინე სრულებით თქვენი შეფასება იმ ნაწილში რომ თქვენ მოგწონთ ვთქვათ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი და ჩემთვის ნებისმიერი პასუხი მისაღებია ამიტომ ბუნებრივია მე ყველა პასუხს ყველა შეფასებას ვისმენ ჩვენი მაყურებლისა თუ რადიო მსმენელის მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობა ღია ეთერში ხართ გისმენთ ახლა თქვენ და დახურებენ ძალიან კარგად გამოდის ზოგიერთი მოხსენებელი მაგრამ ახლა მიკვირს როგორ კაცო
ისაუბრეთ ბატონო. გამარჯობათ. ტელევიზორს დაუწიეთ რა ხმა, როგორც ჩანს ტელევიზორს ელოდებით. კი. უშუალო ახლა ტელევიზორს უყურებ, აგერა გამოდიან აგერ ჩვენ სამწუხაროდ გაითიშა ზარი. როდესაც დაგვიკავშირდებით, ეცადეთ ყოველთვის ტელევიზორი იყოს გამორთული, ან ცოტა დისტანცირდით, რომ შემდეგ არ დაელოდოთ ჩემი ხმის მოსმენას პირდაპირ ეთერიდან, იმიტომ რომ რამდენიმე წამი აგვიანებს და ასეთ დროს ძალიან ბევრი დრო იკარგება. მე საუბრობთ ხოლმე ტელეფონით და ძალიან კარგად ისმის ასეთ დროს თქვენი ხმა. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მოგესალმებით გამარჯობა. გაგიკავშირდებით. ახლა როგორც საშინაო საერთო პოლიტიკაში საშინაო პოლიტიკა არის ძალიან სუსტი. საერთო პოლიტიკა ალბათ მიუღებელი. ახლა არაბების საპეზური შენდება თუ რა შენდება ახლა არიან ბევრი ხალხის კომპლექტური კომანდური დასახლება არაბების ვიცი კაცი თუ არსები. ხოდა ახლა ჩვენები გარბიან უცხოეთში ისინი შემოდიან აქ. აი ვინმე სტატისტიკა მაინც შეადგენს ეს ხალხი რის უდმოს რას მუშაობს თუ სხვა მიზანია გამაზე არ ვიცი რა რაღაც საერთოა რა საერთო და ახლა ჩვენ ხელგაზრდები ვართ 30-35 წელია ყოველთვის საბჭოთაშირო დაინგრა აქედან მეორადი განსაზღვრები გაქონდა თურქეთში და ძალიან ძირმარი იყო მაგრამ რამდენიმე წელიწადში 10 წელი კი არა 4-5 წელიწადში აღორძინდა გაგზავნო სპეციალისტები, მაგრამ სპეციალისტები არავის არ უნდა. ამა ყველა თავრობაზე იყო. ყველა ვერიცია ამას არ რეალიზია. მადლობა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მართლაც ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი სიღრმისეული ცოდნა და ანალიზი თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ვიზე იყიდება მიწები, რა მიზნით იყიდება, რა სარგებელს მიიღებს ამ აქედან ჩვენი ქვეყანა და რა სარგებელს მიიღებს თავადის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია და ინვესტიციას აკეთებს და მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა და პასუხი არსებობს ამ ნაწილში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ქართველებო, გამოფხიზით. სამშობლოს გვიყიდიან. დამკარგეთ აფხაზეთი, ეხლა აჭარა. არაბები შემოყოლთ. არაბები. სირცხვილი ქართველებო, როგორ უსმენთ? ამდენ ხალხს ვინ არიან ეს მთავრობის ხალხი არა ცხენიათ? ეს უსამშობლო ხალხი გაგანილან სისხლი ცხვრიდა ჩვენი წინაპრები და როგორ თიანდაზად ეფინებიან თიანდაზად შემოღართ ეს კაბებში გამოწყობილი არაბები ეხლა აფხაზეთი ხო დამკარგეთ უკვე ეხლა რა დაგჭა გორი აი გორშიც შემოიყვანენ ვინმეს სიცხვილად ქართველებო კარგით, მადლობა ზარისთვის, ნუ ინერვიულებთ, მე მესმის, რომ ძალიან რთულია, როდესაც ასე განიცდის ადამიანი, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომ მივაღწევთ იმას, რომ ქართული მიწები არ გასხვევსდეს ისე, რომ ჩვენ არ გქონდეს ამაზე ინფორმაცია ამომწურავი და რომ დავიცვათ ის, რომ ჩვენი მიწები უცხოელებზე მაგალითად არ გაიყიდოს და თქვათ არ დავრჩეთ ტერიტორიის გარეშე, არ ვიყოთ უმცირესობაში სამომავლოდ. ეს არის გაეროს დასკვნა და არაერთი შეფასება მოგვისმენია ჩვენ ამ საკითხზე, რომ შეიძლება ქართველები 2050 წლისთვის უმცირესობაში ვიყოთ. ასეთ დროს, როდესაც გვესმის მუდმივად, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ლიზი, ჩემი აზრია, რომ რაც დარჩა გასაყიდი ნახევარი საქართველოს ხო ივანიშვილმა იყიდა, დანარჩენი მიწები სულ ყველაფერი უნდა მუსულმანურ სამყაროს უნდა გადაულოცოს. ეს ფული შემოაკლდა დასავლეთიდან შემოსული ფულები აღარ შემოდის, შემოაკლდათ ფული და აი ზუსტად მაგას ელოდებიან, რომ იქიდან შემოსული ფული მოიხმარონ თვითონ. ცოტა ისაუბრეთ, მესმის, დიახ.
გაითიშა სამწუხაროდ ზარი, თუმცა მოვისმინეთ თქვენი შეფასება და მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით. როგორ უყურებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას, კვლავ მორიგი მაყურებელი გვერდდება. მოგესალმებით. ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ ბატონო. გამარჯობა ხალბატონო. გამარჯობა. უბრალოდ ნუსვენ ამ სამთავრობო ტელევიზიებს და მიგვეს ესეთი გახარებულები რო არიან ამ 6 მილიარდიანი ინვესტიციით. და იცით რატომ? საინტერესოა ჩვენ მოსახლეობას ქართველებს, რომელსაც ათასნაირი გაჭირვება აქვთ. აქვთ იმის საშუალება, რომ იმათი აშენებული ბინები შეიძინონ. საინტერესოა უბრალოდ მიგვეს ეს ან თუნდაც მეორე ამბავი, რომ მოდიან ეს ინვესტორები თავიანთ მუშახებს ასაქმებენ ისევ. კითხვას 50,000 სამუშაო ადგილიო, მაგრამ ეს რამდენად რეალური იქნება, ეს უკვე მეორე ამბავია. გესმით? კი ბატონო, გისმენთ ყურადღებით, დიახ. ხო. აი, ბევრი ნიუანსი არის ალბათ დასაკვირვი, რაც არის თქვა. და ესე გახარებული მაგალითად ამ სიხარულის საფუძველს ნამდვილად ვერ ხედავ, იმიტომ რომ ვიცი სამშენებლო ორგანიზაცია, რომელსაც უკვე აღარ აქვს იმისი ინტერესი რომ აშენოს, იმიტომ რომ ღარიბია მოსახლეობა და აღარ იყიდება ეს ბინები. თუ შეიძლება არ ვიცი, თქვენი აზრით მაინტერესებს. მადლობა ზარისთვის. ბუნებრივია, როდესაც შემოდის ინვესტიცია და ჩვენ საუბარ გვაქვს არაბული ქვეყნებიდან მომავალ ამ ძალიან დიდი ინვესტიციაზე, მართლაც უპრეცედენტო დიდი ინვესტიცია. ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ გაჩნდება არაბული დასახლება, არაბული სკოლაც, არაბული, ასე ვთქვათ, მეჩეთის და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც აი ასეთი მსხვილი ინვესტიცია ხდება, ასეთ დროს ხდება უკვე ადამიანების შემოსვლა, იქ მცხოვრები ადამიანები იყიდიან ასევე დაინტერესდებიან ამ საცხოვრებელი ფართი იქნება ეს თუ დასასვენებელი სასტუმრო თუ ტურისტული ზონა. ინვესტიცია, როდესაც აი ასეთი ტიპის დიდი ინვესტიცია კეთდება, ჩვენ ვიცით რომ ეს არაბული ტელევიზიებით, არაბული პრესით გავრცელდა, უყურებენ ეს ადამიანები სამომავლოდ ისე როგორც ჩამოვლენ აქ, თვითონ იცხოვრებენ, თვითონ დასაქმდებიან და ასე შემდეგ და ბუნებრივია ძალიან ცოტა ვიცით ამ ნაწილზე რა სარგებელი ექნება ჩვენს უშუალოდ მოსახლეობას, კი საუბარია იქ რომ მუშახელი დასაქმდება და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოო ჯამში ინვესტიცია იმისთვის კეთდება თავად ამ არაბული სახელმწიფოს მხრიდან, რომ შემდეგ 2 და 3 იმდენი გაიტანონ, რასაც აქ დატოვებენ ჩვენს ქვეყანაში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა ხალბატონო. გისმენთ. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ჩვენ რომ მივადექით ამ თავრობას და ყველაფერზე ვლანძღავთ, მასე არ არის რად. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო, მაგრამ საბჭოთა კავშირს ხელმძღვანელობდა 27 კაცი პოლიტბიურო, საბჭოთა კავშირს. მაგრამ მეორე მხარე არის, საიდან გაჩნდა საქართველოში ამ ერთკავალ საქართველოში ამდენი პოლიტიკოსი ეს ძილკლები საიდან ინახა? საიდან გაჩნდნენ? ჩვენი ეს ოპოზიციონერები რო არიან, გინდა საუბრობა ავიღოთ. თუ ვინმე ამბობს, რომ ყოველი მეორე ხდება ნარკოტიკებით, ლევშის გაკეთებით, ყოველი პირველი და დანარჩენები პლანის გაჩვით, ქორწილში მიდიხარ ახალგაზრდობა ზის საჭმელს ეჭამენ და დამძარი და პლანს გაჩავენ. ამას კაცი არ უყურებს. ბიზნესი აქვს მან გახსნილი. ეს ერთი. ჩვენ თუ გონია რომ ქუჩაში გამოსვლით და ბედის გინებით და ერთმანეთის შემით ამ ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ, ძალიან დიდი შეცდომაა დაშვებული. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეს ქვეყანა? რა უნდა გავაკეთოთ? 15 კაცია დასაჭერი საქართველოში და მეგენი ციხეში. 15 კაცია დასაჭერი. მეტი არა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მორიგ მაყურებელს მოვუსმინოთ და როგორ უყურებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. შეიძლება ვისაუბრო? კი ბატონო, გისმენთ, ისაუბრეთ. ალო, გამარჯობა. ახლა გამოფხსნებს უყურებდა, ისი მომწალია ეს მილიარდები მე არ ვიცი. საქართველოს დაიცალა 1,300,000 კაცი ყოფილა
საქართველოში ქართველი. ამ პერიოდში ბინა ვინულა იყიდოს რა არაბები ჩამოვლიან და მაგენ იყიდიან ქართველი ხალხი პურის ფული არ აქვს და შაქარს ვერ ყიდულობს საზორგანეთ ხმის და საცვლებს ვერ ჩავენ და ამ დროზე გამოდის თავრობა ასეთი თავრობა რომელიც ყველაფერს იკადრებს ვერ ხედავთ როგორ ცხოვრობენ მაგენი ამ პატარა საქართველოში სადაც პარლამენტში 41 მილიონერია რაღაც 10 წელიწადში მილიონერები გახდნენ ქურდობით და ჩვენ ახლა თვალს მივხვდნენ მithumas ვიღაცა შემოიყვანეს და ჩვენ ამას შეგვაჩი გვექნება არავითარი შეგვაჩი ამას ქართულს ამაში არ ექნება პირიქით ჩვენ ასე ვიქნებით ციხარიბეში ეს არის ისეთი თავრობა რომელიც ყველაფერზე წამსვლელია მაგრამ ვაი რომ მე ქართველები ამას ვერ ხედავს და ქართველებს კიდევ თვალი ახაული აქვენ და კიდევ არ გამოდიან და ფანჯრებიდან იყურებიან თუ ეს თავრობა არ წევიდა არაფერი ქართულ ხალხს არ ეშველება არაფერი ყველაფერზე წამსვლელი არიან ეგ მილიონერები გახდნენ პარლამენტში 41 მილიონერია და პარლამენტის გარეთ რამდენი იქნება ქურდობის მეტი არაფერი არ ხდება ურზე და შაქარზეა ხალხი რომელმაც ისრომა იმწვალა ისროხლეს 40 წელი ნაშრომი აქვს ხებულობს 450 ლარს და ესენი ისე 15000 ლარზე გეიზარდეთ მისი ხელფასები რისი გამკეთებლები არის არაგელი ვის კიდება ამ ხელი მაგრამ ილია ჭავჭავაძემ რო თქვა ქართულ ხალხზე ყველა ცრუი ყველა ყრუი გაიჯვერა დაწიერი რას თავრობა იმპერია ხალხი გამოვიდეს უნდა რა უნდა გააკეთოს გვეტყვით ის უნდა გააკეთოს რაც აფხაზებმა გააკეთა შევიდნენ შიგნაკად გამოყარეს მაგენი განეთ აგენი არავითარ შემთხვევაში არ წავლიან ძალიან ძნელია მაგენი მოცილა ბაქი და იმდენი აქვენ მოპარული და დახურდალი გასაგებია. მადლობა ზარისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და პირდაპირ ეთერში თქვენი შეფასება გააჟღერეთ. როგორ უყურებთ ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას და ჩვენ პარალელები უნდა გავაკეთოთ ბუნებრივია, მაშინ როდესაც უმწვავესი დამოკიდებულება, უმწვავესი შეფასებები გვესმის ევროპის მხრიდან, ევროპარლამენტი იქნება, ევროსაბჭო იქნება ჩვენი ქვეყნის მისამართით ქართული ოცნების ამ საგარეო პოლიტიკაზე. ამ დროს ქართული ოცნება პარალელურად, ვთქვათ, საკუთარი ვიზიტებით აქვს დადის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად აბუ-დაბიში იყო ასეთი ვიზიტი, სადაც ჩვენ იქიდან გვაცნობა პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერმა კახაკალაძემ, რომ ძალიან დიდი ინვესტიცია მოდის ჩვენს ქვეყანაში 6 მილიარდი დოლარის, რომლითაც არაბული სახელმწიფო არის დაინტერესებული, რომ ჩვენს ქვეყანაში მაგალითად გონიოში, კრწანში აშენდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, ასე ვთქვათ, დიდი პროექტები, მსხვილი პროექტები, ეს იქნება საცხოვრებელი კორპუსები თუ ეს იქნება სასტუმროები ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ალბათ, როდესაც ტურისტულ, ასე ვთქვათ, ადგილებზეა საუბარი, ეს იქნება ბუნებრივია სასტუმროები, იქ იქნება კაზინოები, იქ იქნება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტურისტული საინტერესო ტურისტისთვის და მიმზიდველი ადგილები შექმნილი და ბუნებრივია, რა შეიძლება იყოს აი ამ ყველაფრის უკან და რასთან შეიძლება გქონდეს ადგილი, აი ამას ვაანალიზებთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, ხალბატონო, დიდი მადლობით გიკავშირდებით, თქვენი რა ვიცი, მაყურებელი, ხშირი, ასევე თქვენ მოგესით ხმა და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს რამის გვამინდა ხა, მე უსმენდი აი თითქმის ყველა ადამიანს ვეთანხმები ხარ, დიდი წუხილით რეკავს ხალხი და ხვდები ამათ გულისკილს და მე რა მინდა კიდევ თქვა რომ აი უნდა იცოდნენ მე ვიშაგელებ ამ სიტუაციით რომ მე ვუშაობდი მაგ არაბულ ერთ კომპანიაში რუსთავზე ვაშენდა ნაგზერი კორპუსი როა მოკლედ ვიზის გრამის შეხება მქონდა და რა საკეთებდნენ ის ხალხო აი ხალხო თქვენსო ისე აი შემოყავდა თვითონ ეს აზერები ეს ყველა მეცმა გაახარა მე არავის თან არ შეხება აზერები ჩამოყავდა აზერბაიჯანიდან მოდიოდა დიდი ავტობუსები მან სამუშაოდ და 50 евро ქონა მოკლედ მაგათ ჩამოყვანილ ხალხს დღიური ხელფასი წარმოიდგინეთ და ჩვენ მესე ვიტყვი და ჩვენ ქართველებს ვაშკას ხალხს ჩვენ მართლმადიდება ჯიგრებს 25 ვარი აი ესეთი კი მასეთი დასაქმებები ექნება თუ იძახენ 50 მე პირველი ჩოდის უდაკეთებ პირველი რა თქმა უნდა თქვენა შეგეშლებათ და არავის ქართულმა ცხოვრზე კაზინო და აი ცოდის ბუდე მე მესამე რა არის უბრალი მაღლა ვიყურებს და ხალხი ცოტა არ მოვოდით
აი 4-5 კაცი მე და ჩემთავსაც იგივე ცოდვილად ვიყავ მადლიერიცაო რა მთავრობის და სიტყვაზე რაღაცით ნატყენის და ასე როგორც არის გული ნატყენი და შემდეგ აი ხალხი თუ აი 4 კაცი აი რამდენიმე ბიჭი ვიყავით რომ აგე რა გვინდოდა დაგვე იჯარით აგვეღო რაღაცა 2 ჰექტარი მიწა კახელი კაცი ვარ გვინო რაღაცა გვინდოდა რომ ჩვენი მეურნეობა შევიხა არ მოგცე რამდენი ეგეთი კაცი ჩამოგიწოვდა იმან კი აზრევენ ის დისკუსიის აქ მიხედო ხალხს აქ მიწები აქ კი გაასხვისონ და გადაიასაკნან აქ მისენ ხალხს მიწები აქ აი მე ესეთი ამაზდეო აქ რო სულ 1 მილიონი უნდა რომ არის უნდა რომ ჩადონ პატარა რაღაცა იმაში რომ ოდნავ სოფლის მეურნეობა რო გააძლიერო და იმის მაგივრად რავი მე არაბები და მის უმეტეს შეიხები და ისინი სულ არ მაინტერესებს იქაც იყოს რა აბაკარაძეებოდა მადლობა ზარისთვის მადლობა იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩართით გადაცემაში კი ბატონო ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ რომ კარგი იქნება რომ აი ესეთი ქართული ასეთი ჩვენ რო გვაინტერესებს ესეთი ინვესტიციები ჩაიდოს ჩვენს ქვეყანაში თავად ვიყოთ აი ამ ყველაფრის პროცესების სათავეში და საქვეყნოთ ვაკეთოთ ვაშენოთ და ასე შემდეგ კარგია ნამდვილად როდესაც ასეთი დიდი ინვესტიცია მოიმართება ჩვენი ქვეყნისთვის თუმცა რა პრობლემები ახლავს თან და რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ყველაფერი უნდა გქონდეს გაანალიზებული ნაფიქრი რომ იგივე არ განმეორდეს მაგალითად რაც ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით და როდესაც უკვე ბოლო პერიოდში გავიგეთ რა ხდებოდა რეალურად რამდენად დიდ საფრთხეს უქმნიდა ეს ჩვენს ქვეყანას და გახსოვთ თქვენ როგორი სერიოზული გამოსვლები დაპირისპირება და ასე შემდეგ შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით იგივე რომ ავიცილოთ თავიდან მაგალითად ჩვენ წლებია ვსაუბრობთ რომ აჭარაში თურქიზაცია უნდა შეჩერდეს და რომ აუცილებელია ამ ყველაფრისთვის რაღაც მექანიზმები, რაღაც გზები გამოინახოს. ყოველთვის ვსაუბრობდით ჩვენ ამ ტელევიზიიდან იმაზე, რომ ასევე აუცილებელია რომ ქართული თითო გოჯი მიწა გაკონტროლდეს, რომ არ გაიყიდოს უცხოელებზე ისეთი კაბალური პირობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აზიანებს საბოლოო ჯამში და სწორედ ამიტომ აი ამ კონტექსტით განვიხილავთ დღეს აი ამ საკითხს პირდაპირ ეთერში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ. ტელევიზორს ჩაუწიეთ. ქალბატონო, ტელევიზორს ჩაუწიეთ და გისმენთ. მაგრამ არ მოგვივიდეს როგორ თქვენ ამ წუთში ბრძანეთ, როგორც მოგვივიდა ნავახანზე და 70 მილიონი არის ხალხის გადასახდელი. ვინიღებს ამ პროექტზე პასუხისმგებლობას, რო ჩაიშალოს მე და თქვენ ისევ ჩვენი ფულით? აიღოს მთავრობამ პასუხისმგებლობა თვითეულმა კონკრეტულმა პიროვნებამ და არა სახელმწიფომ. თუ ჩვენ არ გვეკითხებიან რატო უნდა ვაგო მე ჩემი ფულით პასუხი და მე ერთი რამ მაწუხებს იგივე ხდება იმიტომ რომ ვიღაცას ურიცხავენ ამდენ ფულს და გადავიხდით ჩვენ რადგანაც დაფიქრდით ასეთ არეულ ქვეყანაში სადაც ასეთი რამე ხდება ვინ ჩადებს 6 მილიარდს ძალიან გთხოვთ თითეული დაფიქრდეთ არ გვინდა ეს ემოციები ლანძღვაგინება მოგცენ პასუხი რომელი იღებს პასუხისმგებლობას აიღოს ფიზინამ თავის ფულით მაშინ პასუხისმგებლობა ხო არის პარტიის საპატიო ხელმძღვანელი და ქვეყნის მმართველი და ყველაფერი ასე არ შეიძლება მე გავხარიბდე მთავრობამ ხელფასები იმატოს მე პენსიონერი მშიერი ვკვდებოდე წყალიც ვერ გადამიხდია რომ წყალიც დავლიო თამამად გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩართით გადაცემაში და ბოლო მაყურებელი შემოვიყვანოთ და შემდეგ უკვე ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო გვეწევრება. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. უცხოელი ინვესტორები შემოგვაქვს და შეიძლება ესეთი რამე უცხოელი ინვესტორები რა თქმა სოფლის მეურნეობა არის გაპარტახებული. ხო შეიძლება ფასებს დაუწიოს, გვარდირის ფასებს მოხნის ფასებს დაუწიოს და სოფლის მეურნეობა აღორძინდეს, რომ მოსახლეობა მათ ამოისუნთქოს, რომ იგი უცხო ინვესტორები რო შემოყავთ, სახკას რო აშენებენ, ჩვენ თუ არ ვიყიდით, არაბები იყიდია, რა გვინდა ჩვენ უცხო ინვესტორები ალბათო. აი რა გვინდა, რაში გვაგდია, რომ უცხო ინვესტორები შემოყავს და ჩვენ არ ვიყიდით, თუ სოფლის მეურნეობა არ იქნება აყვავებული, გლეხ საშუალებას არ ვიცით. აბა შეხედე სოფლის მეურნეობაში რა ხდება. აბა შემოხედეს მარტი. გვარჯილებს რამხელა ფასი აქვს, ასუქებს რამხელა ფასი აქვს, მოხნას რამხელა ფასი აქვს, დადისკვებს რამხელა ფასი აქვს.
სოფლის მეურნეობა გაპარტახებულია და გვიშველეთ რამე რომ ინვესტორმა რომ კორპუსი აჩენოს ჩვენ ხო უნდა ვიყიდოთ თუ არაბები იყიდიან საქართველოს არაბეთის ხილში გადავა და სხვა რა ჩვენ რა გვიქნება არაფერი გენოცვალ. მადლობა ზარისთვის და შეფასებისთვის, რომელიც გააჟღერეთ პირდაპირ ეთერში, მაყურებელს კი აქტიურობისთვის გიხდით მადლობას. მე დროებით გემშვიდობებით და კვლავ დაგიბრუნდებით სტუდია ნომერი 8 პირდაპირ ეთერში დროებით.